ის რასაც დევანდელი სახარება გვასწავლის არის ნამდვილად უდიდესი. ყველაფერი სიბრძნეა წმინდა წერილში, მაგრამ განსაკუთრებით მე ვთვლი, რომ დევანდელი სახარება არის ადამიანისთვის ამათქობელი და აუცილებლად მისაღები. სწორედ გაგვიცილდება, გულით გაგვიცილდება დამოკიდებულებაც, გაგვიცილდება სიყვარულის გამოხატვის უნარი. რაც მინდა რომ ჩვენთვის მოდიოდეს სამდარგო ჩვენ ჩვენთვის. ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ის რომ თუ ჩვენ შვილებს, ჩვენს და-ძმას, ჩვენს სისხლით და ხორცით დაწესებულს დაახლოებით რაიმე სიკეთის უკეთებთ, ეს ბუნებრივი საკითხია. შეიძლება ვთქვათ რომ ინსტინქტამდე არის გაიგივებული და როცა ჩვენ სხვისი ადამიანური გრძნობები, მდგომარეობა შეგვიძლია გულთან მივიტანოთ. არ მივდგეთ საკითხს ისე რომ ეს ამის ღირსია, ის იმის ღირსია. არ გავხდეთ უფლის გადასაწყვეტი მდგომარეობები საიმპერიოდოს შესვლის სურვილებით აქტიური შემთხვევით. ამის გამო გავიზიაროთ ერთმანეთის ჭირი, ვარამი და სიყვარული აქედან მოვა. რომ ყველაზე რთული გაზიარება ხდება იმისა, როცა ადამიანს სიკეთე არის. არავის არ ეხატება ამ დროს ბუნებაში და გუნებაში ის რომ როგორმე მან ეს შურად მიიღოს. აი მოშურნეობა როცა უბედურება აქვს ადამიანს ვერ ვატარებ და როცა სიკეთე არის, ეს სიკეთესთან თავისუფალი უნდა ავიღოთ ჩვენ. ამიტომ დღევანდელი დღიანი სახარებით ხას უსვამს რომ მოცხოვარმა გვასწავლა და გვასწავლის თუ რა არის ქრისტიანობა. ქრისტიანობა არ არის მარტო ის რომ მოვედით, რაღაცა ვთქვით, რაღაც წავიღეთ, რაღაც წამოვიღეთ. ქრისტიანობა არის ის რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, სხვადასხვა აზრის ვართ, სხვადასხვა დამოკიდებულების ვართ, უფლისთვის არ ყოფილა არავინ უცხო. აი ესე არ უნდა იყოს ჩვენთვის უცხო არავინ. გოლგოთაზე გასვლის შემდეგ როცა იერუსალიმიდან გადის ჯვარცმა ხდება გოლგოთაზე, მაცხოვარი უკვე არის საყოველთაო, ყველასთვის არის. და თქვენ და ჩვენ და რომელიმე ჩვენთაგან გავაკეთებთ ისე რომ ვინმეს მივცეთ ამის უფლება და ვინმეს არ მივცეთ ამის უფლება. და ამასთან ერთად მოიაზრება ის ხალხიც, ვინც შეიძლება საერთოდ იყოს რწმენაში. მაგრამ თუ ადამიანის მიმართ ჩვენ გამოვიჩენთ ისეთ დამოკიდებულებას, როცა ჩვენ აღარ გვაინტერესებს მისი ტკივილი, აღარ გვაინტერესებს მისი გულის ნადები, მისი აზრის გამოხატვის უნარი, მაშინ ჩვენ ვეუბნებით რომ შენ არ ხარ ადამიანი და ჩვენ გადავწყვეტთ რომ ის ცხოველია. და ჩვენი ცხოველობასაც წავიდა, აი ჩვენი ცხოველობა ზოგადად აღიბადება, როცა ჩვენ სხვას უკლავთ ადამიანების სურვილს. და ძალიან მძიმე არის დღევანდელი მდგომარეობა იმ გაგებით რომ ყველას სამწუხაროდ გამოუჩნდა თავისი სიმართლე. ეს ძალიან ცუდი რამ არის. არ შეიძლება სხვადასხვა სიმართლე არსებობდეს. სიმართლე არის ერთი. სიმართლე თავად არის ღმერთი. თავად ქრისტეა სამწმინდა ერთასი ღმერთი სიმართლე და ამ სიმართლესთან ჩვენი თანამყოფობა აუცილებელი. ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს ესეთი. მე ყველას მოგიწოდებ იმას, რომ უნდა იწყებ გამოკვლევას, ვინ ისთვის არის საპრობილეში, ვინ ისთვის მოკლეს, ვინ არა. რახან აქედან იქეთ არის და რახან ის შეკვეცილია თავისი უფლებებში. არ აქვს მნიშვნელობა ეს როგორ არის, გადაწყვეტილია, არ ვედავებით ამ საკითხს, მაგრამ ნუ განიკითხავთ მას ზედმეტად. თქვენ არ გინახავთ ის ხალხი როგორ არის. ზოგი რისთვის არის, ზოგი რისთვის არის, მაგრამ ვიცოდეთ რომ იქ ისინი ხედავენ იმას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. იმ ტკივილს ცოტა სხვანაირად უყურებენ. აი ციხეში მყოფი კაცი უკვე განთავისუფლებული ამ ზედმეტი ნაფოტებისაგან, მაშინ მერქანია დარჩენილი. ჩანს როგორი შინაგანი მდგომარეობა გააჩნია მას. და მერწმუნეთ რომ ძალიან ბევრი მათგანი ითხოვს მერე უკვე უფალთან მისვლას და სამწუხაროდ ზოგს ერიდება, ზოგს რაღაცის ფორმები აქვს, ზოგს აქარო ვერ მოვიდა, იმიტომ, მაგრამ იცოდეთ რომ თქვენი ლოცვა აუცილებელია, როგორც მაცხოვარი გვასწავლის.
შენო მე არ ყოფილა რომ შენთან საყურებელში როგორ შენ რომ იმასთან მიხვედი ჩემთანაც იყავი შენ რომ ავადმყოფთან მიხვალ სამწყობოს და რომ გაემრით უბრალოდ ხანდახანდა რო ეთქვით რომ აქ გაუბედურებული ხალხია არავინ არ იცის როგორ წვალობს როგორ ტკივილია აი სიყვარული იქნება გაზიარებული მაშინ ამ სახარების აახუნა დღევანდელი რომელიც უფალმა დღეს გამოგიზრანა თითოეულ თქვენ და ის როგორ ჩვენც მაშინ ამის გაგება გვექნება შიერის დაყურება ეს არ უნდა გახდეს რაღაც მარაზმში გადასული მექანიზმები ეს უნდა იყოს აქ სულიერი და ხორციელი შიმშილი ამიტომაც უნდა იყოს ერთმანეთში შეზავებული და ორივეს უნდა ღებულობდეს ადამიანი აქ მოსული ადამიანი არის სწორედ ორივე მაკურნებელი დიდი მადლისმიერი ცნობით შეყრობილი სურვილით მოსული და ამ სურვილს სწორედ შეასხამს ხორცს ეკლესია დედა ეკლესია ერთმა დაგლოცოთ დღევანდელი ვის მფარველი ანგელოზები გვარავდნენ მე-18 საუკუნე თითქოს გუშინდელი დღეა იმ გაგებით რომ წმინდა ონოფრე რომელსაც ხარეჯოს რომელსაც ჩვენ ვიხსენებთ ჩვეულებრივი როგორც ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი ესეთი უბრალო ადამიანი იყო და გადის საერო ცხოვრებიდან და შედის იმ სულიერ მდგომარეობაში რომელიც მან აირჩია მინდა ხაზი გაუსვა იმას რომ ოჯახური ცხოვრება და მონაზვნური ცხოვრება ორივე ერთი საქმისთვისაა მიმართული, ორივე უფლის დაშვებითაა, რომ ქრისტესთან მივიდეთ. ვინ რას აირჩევს და როგორ აირჩევს, ეს თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებაც არის და სურვილიც უნდა იყოს და უნდა იყოს გადაწყვეტილება პირადად ნებისმიერი ინდივიდუის, არავითარი სხვისი ჩარევა აქ არ უნდა იყოს. თავარი ის არის, რომ ეს იყოს სიწმინდის, პატიოსნები და სიყვარულით აღსრულებული მდგომარეობა და ამოკიდებულება. რამე თუ ორივე ეს მიმართულება ერთ გზას წარმოადგენს, ორივე არის ერთად გაერთიანებული იმ გზაში, რომელიც ქრისტესთან მიგვიყვანს. ქრისტესთან ვსულიყოთ ყველა, დალოცული იყავით ორსავ სოფელში, მიულოცოთ ჩვენს უწმინდეს, მიულოცოთ ჩვენ წმინდა სინოდს, ჩვენს მამებს, ყველას ერთს მთლიანად ყოფილიყოს ერთი განთლიანებული. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელსაც შიში მიაბიჯებინებს სადღაც პირიქით, ის შიში იკარგება. და ეს შიშის დაკარგვა ყოფილიყოს ისეთი ფორმით, რომ ღვთის შიში გქონდეს ყოველთვის, რომ მასთან ურთიერთობა არ გაგვიწდეს. დანარჩენი შიშები ეს ყველაფერი ურწმუნოების შედეგია. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, მშვიდობა მოგცეთ და ერთობით ყველა იყავით უფლის წიაღში.